ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ღარიბაშვილის ან ქართული ოცნების მთავრობის სხვა წევრების გადაადგილებები თამაშიდან გაყვანა იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ყველასთვის გასაგებია, რომ მათი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურების ფასი ნულის ტოლია. თუმცა გაკეთებული სვლები მეტყველებს უკანმდგომი რეალური ძალაუფლების ცენტრის თამაშის ცვლილებასა და მიზნებზე. ამიტომ ვერსიები, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი, მიმართულია და გამომდინარეობს არა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვათა მოქმედების პერსონალური мотиваციის ახსნა პოვნისკენ, არამედ იმ ადამიანის მდგომარეობის ან განაზრახის ასახსნელად, ვინც ამ სვლებს აკეთებს. ანუ ამ ფიგურებს ამოწრავებს. საკამათო არ არის ფაქტი, რომ ქართული ოცნების ძალაუფლების უკონკურენტო და ერთპიროვნული ცენტრი ბიძინა ივანიშვილია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ კასკადს მთავრობის წევრების თანამდებობებიდან წასვლის. მათ ადგილზე კობახიძე კალაძის კლანის წევრებად მიჩნეული ფიგურების დანიშვნის და მათ ქვევით ჰომოგენური, ანუ ერთგვაროვანი ვერტიკალის ფორმირების. მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილი კობახიძეს საშუალებას აძლევს მისი ყველაზე ძველი და სანდო დასაყრდენი ფიგურები ჩაანაცვლოს, თან ისე, რომ სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე ძველი გვარდიიდან არავინ ჩატოვოს. რატომ იქცევა ასე უცნაურად ივანიშვილი? რატომ არღვევს კლანებს შორის ბალანსირების ტაქტიკას? თუ ვერ ხვდება, რომ ასეთი ტიპის სისტემებში ერთ საყრდენ წერტილზე ყველა საძალაუფლებო და ფინანსური რესურსის ჩამოკიდება აუცილებლად გამოიწვევს სისტემის წონასწორობის დაკარგვას. მით უფრო ამის მაგალითს წარმოადგენს წინა ხელისუფლებების მმართველობის ბოლო წლები, რომელთაგან სააკაშვილის მიერ დაშვებული ანალოგიური ტაქტიკური შეცდომით სისტემის სტაბილურობის შერყევისა და დაპირისპირების პროვოცირების შედეგად თავად ივანიშვილმა მშვენივრად ისარგებლა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა კიდეც მისი ხელისუფლებაში მოსვლა. ვერსია, რომ ივანიშვილი ამას იმიტომ აკეთებს, მისი უახლოესი გარემოცვა, ყველაზე ძველი და სანდო ფიგურები ჰუმანური მოსაზრებებით დასავლეთის სანქციებს განარიდოს, უაღრესად მიამიტურა და არასერიოზულად გამოიყურება. ერთი, რომ მათი უმრავლესობა უკვე მოექცნენ მკაცრი დასავლური სანქციების ქვეშ და მეორეც, რაოდენ გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი და სრულიად არ იცნობდეს ბატონი ბიძინას ბუნებას, დაუშვას ის სხვების, თუნდაც წლების განმავლობაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების შემსრულებელი ადამიანების ბედსა და მომავალზე უფრო მეტად დარდობდეს, ვიდრე საკუთარ თავსა და ოჯახზე. აქ შეგახსენებთ, ივანიშვილი უკვე თავად არის არამარტო შეერთებული შტატების სასანქციო ბადეში. მას რომ ამის შესაძლებლობა და მანევრის რესურსი ჰქონოდა, უპირველესად საკუთარ თავს და ოჯახის წევრების პერსპექტივას გადაარჩენდა და არა ღარიბაშვილს ან ქარსელაძეს. ასევე საკმაოდ არასერიოზულად მეჩვენება უახლოესი საყრდენი ფიგურების საძალაუფლებო ვერტიკალიდან გამოცლით ახალი ოპოზიციის შექმნაზე ზრუნვა. აქ იმის გახსენებას და მტკიცებას არ დავიწყებ, თუ რაოდენ მრუდე და არასწორია თავად ივანიშვილის წარმოდგენები დემოკრატიული, კონკურენტული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე. ყველას კარგად გვახსოვს მისი არაერთი საჯარო განცხადება სასურველი ოპოზიციის აუცილებლობასა და კონკრეტულ სიმპათიებზეც. თუმცა ასეთი სარისკო პარტიის დაწყება მხოლოდ იმისთვის, რომ ყველაფერი კობახიძეს და კალაძეს ჩამოკიდოს და ღარიბაშვილის ლიდერობით ახალი ოპოზიცია გამოაცხოს, თეკლება წარმოსადგენია. ზუსტად იმ რისკების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს რეალური ძალაუფლების რგოლებში კონტროლის დაკარგვას. მათ შორის უპირველესად ეგრეთ წოდებულ ძალოვან ბლოკსა და საბიუჯეტო თუ შავი ფულადი ნაკადების მოძრაობაზე. ასევე თეორიულადაც კი რთულად წარმოსადგენია ივანიშვილი ჩრდილში დარჩეს, ან ქართულ ოცნებაში საპატიო თავმჯდომარის სტატუსი შეინარჩუნოს და პარალელურად ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა, ქარსელაძემ და სხვებმა ქართული ოცნების საწინააღმდეგო, თუნდაც ფორმალურად ოპოზიციური ძალა ჩამოაყალიბონ და მას რაიმე დასაყრდენი და სერიოზული გავლენა ჰქონდეს. კიდევ ერთი ვერსია ივანიშვილის მიერ დასავლეთთან ვაჭრობისთვის პოზიციების შემზადებას უკავშირდება. ამ ვერსიის ლოგიკით ის სრულ ძალაუფლებას აძლევს კობახიძე კალაძის კლანს, თავადაც ფორმალურად გვერდზე გაიწევა, მაგალითად დატოვებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს და დასავლეთიდან მისი
პერსონალური ურთიერთობების გადატვირთვის კვალობაზე იტოვებს შანსს კობახიძის და კალაძის მიმართულებით ნეგატივის მაქსიმალურად გადამისამართებით და ძალაუფლებიდან ჩამოცილებით კიდევ ერთი შესაძლებლობა დაიბევოს განახლებული გუნდით ქვეყნის შიგნით არაპოპულარული და დასავლეთის მხრიდან ხელჩამოურთმეველი კობახიძის ჩანაცვლებისთვის. და ჩემს ჩამონათვალში არასაერთოდ ბოლო ვერსია, რომელსაც შედარებით ყველაზე მეტი მხარდამჭერი ყავს. უკავშირდება ქართულ პოლიტიკაში დღეს ყველაზე გავლენიანი მოთამაშის, რუსეთის ფაქტორს. ამ ვერსიით რუსეთი სარგებლობს რა დასავლურ სამყაროში გამეფებული ქაოსით, სრული დეზორიენტაციით, ტრამპის ადმინისტრაციის აროგანტულობით, ევროპის მიერ უკრაინასა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეზე კონცენტრირებით, თავად საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტით, ახორციელებს პოლიტოლოგიის თეორიაში ცნობილი პერსონალისტური ავტორიტარიზმის, სისტემური ავტორიტარიზმის მოდელით ჩანაცვლებას. ანუ მოსკოვმა ჩათვალა, რომ მას აღარ ჭირდება ივანიშვილი როგორც ანტიდასავლური ფრონტის მაკონსოლიდირებელი და საქართველოში არსებული სიტუაციის გასაკონტროლებლად აუცილებელი ფიგურა. რუსები თვლიან, რომ უახლოეს მომავალში მათ დომინანტურ გავლენას თბილისზე ანგარიშგასაწევის საფრთხე არ ემუქრება. ანუ სისტემის გადაწყობისთვის ფანჯარა აქვთ. ამასთან მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს. ივანიშვილი პუტინისთვის მაინც დასავლეთიდან მოწყულად ფიგურად რჩება. ოჯახის მინიმუმ 3 წევრი შვილები ბოლოს და ბოლოს დასავლეთის ქვეყნებშია დაფუძნებული, რომლებიც ცხოვრების პერსპექტივას მთლიანად უკავშირებენ დასავლურ ცივილიზაციურ სივრცეს, შეერთებულ შტატებს, ევროპას, სამხრეთ კორეას, იაპონიას. მისი ქონებისა და კაპიტალის ძირითადი ნაწილიც ამ სივრცისადმი ლოიალობაზეა ჩამოკიდებული. რუსები ამ მხრივ არსებული რისკების მინიმიზირებას ცდილობენ და საკუთარი პოლიტიკის რეალიზების ისეთ მოდელს აყალიბებენ, რომ არც ერთი კონკრეტული ადამიანის პოზიციების სიმყარეზე აღარ იყვნენ დამოკიდებული. ამისთვის ჭირდება ძალაუფლების სადავეებთან მათი გავლენის ქვეშ მყოფი სოციალური კაპიტალის არ მქონე, პოლიტიკურად და ემოციურად აბსოლუტურად სტერილური პერსონები, რომლებზეც დასავლეთის ინსტრუმენტების გამოყენება ეფექტური ვერ იქნება. კობახიძე და მისი ჯგუფი ამ მხრივ მოსკოვისთვის ოპტიმალური საყრდენია, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ქართული საზოგადოების უმრავლესობის განწყობებთან და დასავლელი მოკავშირეების მოლოდინებთან სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება და მათი რეალიზების ძალისმიერი უზრუნველყოფა. შეუძლებელია ივანიშვილი ძალაუფლების გადაბარების ამ მოდელზე მისინებით მიდიოდეს. ვინ მინდა ბატონებიძინა კარგად იცნობს პუტინის მმართველობის და ზოგადად რუსული დაუნდობლობის ბუნებას. რა სახის გარანტიებიც არ უნდა მიიღოს მისი ფინანსური რესურსების მქონე ფიგურის კონტროლს მიღმა არსებობაც კი უკვე მისთვის გარდაუვალ საფრთხედ იქცევა. რუსები არ დაუშვებენ მათ დომინიონად ქცეული საქართველოს ხელისუფლებაში კობახიძის მსგავსთან მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას ისე, რომ წინასწარ არ გაითვალისწინონ და დააზღვიონ საფრთხეები, რომლებიც მათ თუნდაც დღევანდელი მოკავშირეებიდან შეიძლება დაემუქროს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ვერსიაში ივანიშვილის გაწევა მხოლოდ იძულებითი ხასიათი შეიძლება იყოს და გარანტირებულად მშვიდ და უსაფრთხო პერსპექტივას თავად ივანიშვილს არ უქადის. ამას ალბათ თავადაც აცნობიერებს, მაგრამ მისთვის ადრე დამახასიათებელი სიფრთხილის, ლავირების და პრაგმატული პოლიტიკისთვის ზურგის შექცევამ, დასავლეთთან უკიდურესმა კონფრონტაციამ და ყველა ფსონის რუსეთზე დადებამ ასეთ შედეგებამდე მიიყვანა. ის ჩიხშია მოქცეული და იძულებულია პროცესს დაყვეს. სხვა ვერსიებზე შეიძლება მსჯელობა. ჯერ კიდევ ბევრი ცვლადია, რომელმაც პროცესზე სხვა აზრები შეიძლება ჩამოგვიყალიბოს. მაგალითად, საინტერესოა რაბედიელის რეჟიმის მთავარ დასაყრდენად გადაქცეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვახტანგ გომელაურს. შერჩება თუ არა ამერიკაში შეშმე ბადილამის ერთადერთი მთავრობის წევრი ლევან დავითაშვილი და მასთან ერთად ფინანსთა მინისტრი ხუციშვილი სისტემას და მთავრობას. გადააბარებენ თუ არა ლამის პირად დაცვად გადაქცეულ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ანზორ ჩუბინიძის ჩამნაცვლებელს.
შესაძლოა არც ერთი ზემოთ ნახსენები ვერსია რელევანტური არ აღმოჩნდეს. შესაძლოა სინამდვილეში ხდებოდეს ის, რაც ემართებათ სოციოპატიური ფსიქოპორტრეტის ავტორიტარებს მმართველობის ბოლო ფაზაში. როცა ოპოზიცია განადგურებულია, გარედან კონკურენციის ნიშნები განულებული, იწყებს საფრთხის ძებნას შენსავე საძალოუფლებო წრეში. შესაძლოა ივანიშვილს ძველი გვარდია მობეზრდა, ხელში ამოვიდა. ძველებზე კომპრომატებიც უფრო მეტია და უხვი. გაბრაზდა და გადაწყვიტა მათზე ჯავრის ამოყრა. ჯერ არ გაუკეთებია ეს ივანიშვილს თუ რა, ასეთი ეპიზოდებითაა სავსე მისი ჯერ კიდევ პოლიტიკაში შემოსვლამდე ცხოვრება. ამ ვერსიაში ყველაზე პრობლემური ჩვენთვის ისაა თუ ვინ ანაცვალა ამ ძველ გვარდიას, ანუ ხარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს და სხვებს. კობახიძე, დინარაძე, ოხანაშვილი, დაჩიბერაია. ეს თუ ასია, მაშინ არანაკლებ მძიმე და საქმე. სინამდვილეში რა ხდება ჯერ არ ვიცით, თუმცა როგორც ჩანს კვანძის გახსნა არც თუ ისე შორსაა და ერთადერთი ვისაც ამ თამაშის არევა, აჭრა, ამოტრიალება შეუძლია ქართველი ხალხია. მისი ყველაზე პასუხისმგებლიანი და აქტიური ნაწილი, რომელიც საქართველოს დესუვერენიზაციისა და კლანების სათარიშო ტერიტორიად ქცევის პროცესს სტატისტის როლში არ უყურებს და იბრძვის იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო დაიბრუნოს და მასზე ქართველი ერის ძალაუფლება განავრცოს.